მეგობრებო, დღეს გავიკეთე შილაკი, ნახეთ როგორი წინა საახალწლო განწყობის არის, გავიშრო, სველი მაქვს. ნახეთ რა ლამაზია. ვაიმე. პინტერესტს ვათვალიერებდი და რაღაცა ძალიან მომეწონა ესეთი. ხოდა მე ეს ლამაზად გამომივიდა და არ მეკონა, ძალიან ლამაზია. ჩემი ნაცისხეს ისე უხდება, ჩემი წყიალები, აბა ნახოთ. ნახეთ. რა ლამაზია. აი ესე უფრო ჯობია. ხანდახან და ბუნდულად აჩვენებს ხოლმე, ხანახეთ როგორ დასაწმენდია, რატო ერთი წამ რატო ვერ აჩვენებს? ნაცისხეს კი აჩვენებს კარგად და ჩემს ჭყოიალოვანი კურს ვერა. ერთი წამით უნდა გავასწორო. ეს გამოიყურება, ნახეთ რა ლამაზია. ძალიან მომწონს მოკლედ. ყველაფერი ჩემს სახში ბრწყინავს, ყწინავს, ჭყოიალებს და ჩემი მანიკურებით. აქ ისეთი ლამაზი ის მოუტანა ტასონას ბებომ, ნახეთ. ჩემო დედამთილმა შემოუტანა დღეს აჩუქრეთ. როგორი ირემია. თვითონ რო ყიდულობდა ეგონა თხა, მაგრამ გავყიდულ მოთხრა თხა არ არის ირემიაო. აი ძალიან ლამაზია. კიდე მეგობრებო, აი ამაზე მეკითხებოდით, მე მგონი სად შეიძინეთო ეს დეეჩმა მიყიდა იუსკეში. ამას ისე ჭირა ხმალი და მომიტეხეს და ესე დამჩა ხმალი კი მქონდა შენახული, მეთქი დავაწებოთ, მაგრამ რაღაცა ვერ ვიხსენებ, სად შევინახე. მე მგონი რომ ამაზე მეკითხებოდით და ეს არის იუსკეში შეძენილი. კიდე აი ესეთი მაქვს, ესეც ჩემო დედამთილმა გვაჩუქა და ესეც. რაღაცა ეს კუთხე ძალიან მრავალფეროვანი და ლამაზი გახდა, განსაკუთრებით ეს როცა ანათებს ხოლმე, აბა ჩავრთო. წამით. აი ნახეთ. როგორია წესით ესეც ანათებს, მაგრამ ელემენტები არა მაქვს არც ერთი. არც ამაზე მაქვს ელემენტები, არც იმაზე. კიდე პატარა ნათურები მაქვს, იმაზეც კიდევ მაქვს ელემენტები აი ამაზე. ესეთი მაქვს ორი ცალი. ეს გოგოც ძალიან საყვარელია. ხო და ამაზე მაქვს ელემენტები, ამას ხანდახან ვთავ ხოლმე უფრო გვიან საათებში. ეს თითქმის უჩართული მაქვს, იმიტომ რომ ამის გარეშე მართლა ვერ ვცლებ, ისე მომწონს გონი ბავშვებზე მეტად მე მიხარია. ანუ ის თამაც ჩხილებს არ იღებს, როგორც დავაკვირდი, ხო ნაცისხეს თუ იღებს. ჩხილებს რატო აქ? აი, გასწორდა, ფორმა აქვს ძალიან ლამაზი. ესეთი. და დღეს სახლისთვის აი ესეთი ლამაზი ჭიქა კარფუში ვიყიდე. აი ესეთი, ნახეთ რა ლამაზია. ჩაისთვის არის, ესეთი ზომის მქონდა მე ლურჯი ჭიქა და გამიტყდა, ვერ ვხსენებ როდის გამიტყდა, მაგრამ აღარ მაქვს და სავარაუდოდ გამიტყდა. კიდე მეგობრებო, მეკითხებოდით, რომელიც მისაღებავით შევიღებე და აი ამ საღებავით. უბრალოდ მე არ მახსოვს წინაზე აი ამ ფერით ამ ნომრით შევიღებე თუ არა, ახლა ფერის მიხედვით ვიყიდე და დღეს არა, მაგრამ სავარაუდოდ ხვალ შევიღებავ. აი ამ ფერში ცოტა კიდე ერთი ტონით სხვა ფერში სხვა ნომერიც იყო და რა ვიცი. ის მქონდა წინაზე ნაყიდი თუ ეს ზუსტად მართლა არ მახსოვს და იმედია რომ ის ძალიან ლამაზ ფერზე დამაჩნდა, ჩემ ნატურალურ ფერზე დამაჩნდა. ის სანთრეული რა ლამაზია. დეტალები აი ესე. ხო და იმედია რომ ესეც იგივე ფერი მაქვს ნაყიდი, იმედი მაქვს და ლამაზად დამაჩნდება ესეც ჩემს თმებზე. ხო, მაღაზიაში კიდევ ვიყიდე ამას. ესე იგი ამას ქვია სტუდიო. მე ხარ მახსოვდა რა ერთხელ და კიდე ესეთი არის სველი სალფეტში. სველი სალფეტში ყოველთვის მჭირდება ხოლმე და ამასაც არ შემიძლია აი ალბოეთი. და მეგობრებო, ასევე ვიყიდე, ნახეთ ის მოთხრობიც ჩავთრე. ცოცხი. ახალი ცოცხი მეგობრებო, ამითვე მე იატაქსის იდეაში აბლაბუდების არის. მაგრამ მე ამით ვგვი ძალიან მიყვარს ესეთი ცოცხები და უხეში ცოცხი აქ არ მჭირდება, იმიტომ რომ არ არის ახლა ესეთი იატაკი, რომ რაღაცნაირი ძლიერი და
რაღაცნაირი განსაკუთრებული ცოცხლი მჭირდებოდეს. ეს სულად საკმარისია და შვენივრად ვხმარობ. კიდევ ვიყიდა მეგობრებო შაუმას ესეთი შამპუნი მწვანე ვაშლის. ორკესონი აქვს. იმედია მომეწონება, ვიცი, ზუსტად ჩემი შილაკი ნახეთ რა ლამაზია. ტასო, აი ხალხა გაგიწმინდა ეს, ნახეთ. პლანშეტი რას გავს ტასუნასი. თითურებით არის სავსე. ვამზადებ ბორშს. ახლა კაი იქნება. შეგიძლია სამიწროდე. ახალი შილაკი რომ აქვს რაღაცნაირად ვერ ვაკეთებ. მიდი. ტასონა მიყვაჩაღა. ჩემი ნაცვის ხერა ლამაზია. მე რა წავიდი. ხამავისა. ვირა კაი სურნელი აქვს. ზომაც კაია, ძალიან დიდები რო არ მიყვარს ხოლმე. აი ამით ვწმინდა ხოლმე ეკრანებს. ყველაზე მეტად მაინც ეს წმინდავს კარგად და მე მშრალი სალფეტკით ნახეთება გააწყრიალა. მარტოში და ეკრანი კი არა შეგვიძლია ჩარჩოთ აი ეს ჩასადებიც გავუწყრიალოთ. ესე. რასაკეთებ? ჩემთან ნახეთ ტელეფონში. გავუარა სიცხემაც. ცოტა ყელისტკიოდა და ხო გაგიარა ყელმაც. თან ხოქდა შევაცხი. და ხა უკეთესად არის. ხედე. ეს ბებომ რო ახალი მაიკა უკედა, აღონ თაცვია უყურმა. ნახატი უკან. ხო? რატო? აგრე გირჩევნია? მოვიდა. მეგობრებო, ჩვენ TikTok-ზე დამაფოლოვეთ. ხო, აი მეგობრებო, 194 ფოლოვერი მყავს. დღეს ქრისტესიას ცხოვრებაში პირველად გავასინჯებ სუშის და ნახოთ თუ მოეწონება. წავედი ხომ მეგობრებო, უნდა გავამზადო ბორში, დავასრულა. ხორცი, კომბოსტო და კარტოფილი უკვე მოხაშულია. ეხლა ჩავაყლი ბოსტნეულს, ჭარხალი ხახვი და სტაფილოს, ტომატში მოთუშულს და ბოლოს წვენილი. განახეთ როგორი გამომივა. შეგახედეთ. ეს ჩვენი ბორში, რომელიც გამოიყურება უზომრიალესად ტასუნახვა. ჩაასხავს არაჟანს, ჩაუმატებს არაჟანს და გემრიელად მიირთმევს ქალბატონი.